ძალიან ხშირად მისვავენ კითხვას, თუ როგორია ეს ჩემი ვიდეო გაკვეთილი. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან მცირე ამონარიდები 4 ვიდეო კრებულიდან, რომელიც მოიცავს გრამატიკას, კონსტრუქციას, ვიდეო კურსს აბსოლუტურად დამწყებთათვის, ქიარგივერთათვის. ეს ძალიან მცირე ამონარიდი გახლავთ კონსტრუქციების ვიდეო კურსი, რომელიც ჯამში მოიცავს 400 კონსტრუქციას. Შემდეგი კონსტრუქცია მინიმუმ რაც შემიძლია გავაკეთო არის The least I can do is The least I can do is help. მინიმუმ რაც შემიძლია გავაკეთო არის დახმარება. The least I can do is be honest. მინიმუმ რაც შემიძლია გავაკეთო არის რომ გულახდელი ვიყო. შემდეგი არის მაინტერესებს თუ აი ესეთი ფორმა ინგლისურში I wonder if she knows. მაინტერესებს მან თუ იცის. I wonder if I made a mistake. მაინტერესებს შეცდომა თუ დავუშვი. ეს კი გახლავთ გრამატიკის ვიდეო კურსი, ძალიან მცირე ამონარი, რომელიც ჯამში მოიცავს 28 სალაპარაკო ინგლისურის გრამატიკის ძირეულ საკითხებს და დამატებით 6 დიალოგს. განვიხილავთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელიც დაკავშირებული არის 14 განსხვავებულ წინადადების სტრუქტურასთან სალაპარაკო ინგლისურში, რომლის გამოყენება მოგცემს საშუალებას ნებისმიერ სიტუაციას თავი გაართვათ ნებისმიერ სალაპარაკო თემას. ისაუბრებთ წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე. დაჯერებულად შეძლებთ საკუთარი თავის აზრების გამოხატვას. შეძლებთ აზრების გამოხატვას სხვადასხვა ქრონოლოგიით. შეძლებთ ისაუბროთ თქვენს იდენტობაზე, ტრადიციაზე, კულტურაზე და არა მარტო. ნებისმიერი დიალოგისას 14 საკითხის გამოყენების შემთხვევაში თქვენი მესიჯი იქნება აბსოლუტურად გასაგები მეორე მხარისთვის. მოკლედ ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ ამ 14 საკითხს. ეს კი გახლავთ ვიდეო კურსი აბსოლუტურად დამწყებთათვის, რომელიც მოიცავს გრამატიკის სულ რამოდენიმე ძირეულ საკითხს, 65 ცოცხალ დიალოგს სხვადასხვა სიტუაციებში შემდგარს. თითოეული დიალოგის შემდეგ მოცემული არის უცხო სიტყვების ჩამონათვალი ინგლისურ ქართულად და პლუს ქართული ტრანსკრიფცია, გამოთქმული ინგლისური სიტყვები. და ბოლოს ახლავს სრული დიალოგი როგორც ინგლისურად, ასევე ქართულად და პლუს ქართული ტრანსკრიფციით მოცემული ინგლისური სიტყვები. Hey, do you study after work? შენ მეცადინეობ სამსახურის შემდეგ? Yes, I do. კი ვსწავლობ, but not every day, მაგრამ არა ყოველ დღე. I'm usually tired. მე როგორც წესი დაღლილი ვარ. I understand. მე მესმის. Work is hard. მუშაობა არის რთული. და რა თქმა უნდა, ჩვენი საყვარელი ქიარგივერებისთვის გაკეთებული გვაქვს ძალიან საინტერესო ვიდეო კურსი, რომელიც მოიცავს 70 დიალოგს ყოველდღიურობაში გამოყენებულს პაციენტთან თუ პაციენტის ოჯახის წევრებთან საჭირო ფრაზებზეა საუბარი. Keep in mind, გაითვალისწინეთ, გახსოვდეთ. ნახოთ მაგალითები. Keep in mind to drink water regularly. გახსოვდეთ, რომ უნდა დალიოთ წყალი რეგულარულად. Keep in mind to rest after walking. გაითვალისწინეთ, რომ უნდა დაისვენოთ სეირნობის შემდეგ. ეს ვიდეო კურსები გახლავთ ძალიან პრაქტიკული, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი გექნებათ მუდმივი ცდომა, მეორე ნებისმიერ დროს შეძლებთ ამ ვიდეო მასალით მეცადინეობას და მესამე, რაც ასევე ძალიან მთავარია, ჩემთან და ჩემს მეუღლე ოლღასთან გექნებათ 24/7 ცდომა ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში.